მოგესალმებით, ნუცაუთიაშვილი, ბიას გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენი დღევანდელი ჩართვა დაეთმობა გაფართოებულ ძიებას. მოკლედ გაფართოებული ძიების სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ონლაინ მიიღოთ პოტენციური მომხმარებლების და პარტნიორების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე აწარმოოთ ბაზრის კვლევა. გაფართოებული ძიება დაყოფილია 4 ძირითად ნაწილად: ზოგადი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ფინანსების სექციად. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ზოგადი სექციის ფუნქციონალზე. მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე სტატუსის მონიშნა, კერძოდ კი ფუნქციონირებადი, თუ რა თქმა უნდა თქვენი მიზანი არ არის შერჩეული ან ლიკვიდირებული კომპანიის მოძიება. ასევე შესაძლებელია ფილტრი განახორციელოთ რეგისტრირებული კომპანიების მიხედვით. მაგალითად, მივუთითოთ 2017 წელს რეგისტრირებული ორგანიზაციები და ნახოთ მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია. რაც შეეხება სამართლებრივ ფორმას, უნდა მონიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კონკრეტული სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანიზაციები გაინტერესებთ. მაგალითად, გაინტერესებთ სააქციო საზოგადოება. შესაბამისად, იდენტური ველების მონიშნა შეგიძლიათ შედეგების გამოტანისას. ცვლილებების დიაპაზონი გულისხმობს ბიას პლატფორმაში გარკვეულ ვადებში დამატებული ან განახლებული კომპანიების მოძიების შესაძლებლობას. ეს ფუნქცია სიახლეების მონიტორინგის საშუალებას გაძლევთ. გადავიდეთ საკონტაქტო ინფორმაციის ველზე, რომელიც შედგება 2 საძიებო ველისგან, ეს არის ფაქტიური მისამართი და იურიდიული მისამართი. ძირითად შემთხვევაში გამოიყენებთ ფაქტიურ მისამართის ძიებას. კომპანიის მისამართის ძიება შესაძლებელია რეგიონით, პირობითად შეგვიძლია შევიყვანოთ რეგიონის დასახელება, ქალაქით, ქუჩით, ქუჩის ნომრით და საფოსტო ინდექსით. რეგიონში შეგიძლიათ აკრიფოთ დასახელება ბაზა გამოიტანს რეგიონის შესაბამის დასახელებით და შეძლებთ რომ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეგიონი, ასევე ქალაქშიც მიუთითებთ ქალაქს და ქუჩის ნომერში ყურადღება მიაქციეთ დასახელებებს და აიჩიეთ ქუჩა ქალაქის მიხედვით. საკონტაქტო ინფორმაციის ტიპში შეგიძლიათ მონიშნოთ ტელეფონი, კომპანიის ელფოსტა, ვებგვერდი, სოციალური ქსელის ბმულები. ასევე სამუშაო საათების ფილტრის შესაძლებლობაც გაქვთ. გადავინაცვლოთ ახლა საქმიანობის სფეროზე. ახლა გაჩვენებთ საქმიანობის სფეროს, რომელიც დაყოფილია 5 საძიებო ველად. საქმიანობის სფეროს ველის იყენებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სფერო გაინტერესებთ, მაგალითად, მარკეტინგული მომსახურება, ჩაწერთ და დამატებას მისცემთ შემდეგ. კომპანიის საქმიანობის ძიებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სფეროების საკონცო სიტყვები, მაგალითად ავტო და გიჩვენებთ ბაზა ჩამონათვალს და შეძლებთ შერჩევას თქვენს სასურველ სფეროს. გადავინაცვლოთ პროდუქტების ველზე, სადაც შეარჩევთ როგორც პროდუქტს, ასევე სერვისს და შემდეგ ჩაწერთ დასახელებას პროდუქტის. რაც შეეხება კლასიფიკატორის ძიება, აპრობირებულია როგორც ევროპის ქვეყნებში, თუმცა ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ საქმიანობის სფეროს, რომელიც უფრო დეტალურად არის მითითებული. ფილიალები და სერვის ცენტრები. გადავიდეთ უკვე ამ ნაწილში, რომელიც დაყოფილია 2 საძიებო ველად, ფილიალები და სერვის ცენტრები. მისამართების ძიება იგივე პრინციპით ხორციელდება, როგორც საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებისას. თუ ერთდროულად მონიშნავთ აქვს სტატუსს, ღილაკს ფილიალშიც და სერვის ცენტრშიც ბაზა გიჩვენებთ მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომელსაც ეს ორივე, ანუ ფილიალიც და სერვის ცენტრიც აქვთ. თუ თქვენთვის საინტერესოა მოიძიოთ 5-ზე მეტი ფილიალი ან სერვის ცენტრი, შეგიძლიათ მივუთითოთ შესაბამისი რაოდენობის დიაპაზონი. არ დაგავიწყეთ გამოიყენოთ დამატების ღილაკი. პირველი ნაწილი ამით დავასრულეთ, შემდეგ ჩართულში გავივლით გაფართოებული ძიების მეორე ნაწილს, მენეჯმენტის სექციას.